ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავთ, რომ იანვარში გზის გადაკეტვის საქმეებთან დაკავშირებით მოქალაქეებს იბარებენ საქალაქო სასამართლოში და აჯარიმებენ. ახლა უკვე გაზრდილია ეს ჯარიმა და შეადგენს 5,000 ლარს. ერთ-ერთი მოქალაქე, ვინც დააჯარიმეს, იყო გიორგი მახარაძე, თუმცა როგორც თავად მახარაძე ამბობს, ეს არის უსაფუძვლო და უსამართლო დაჯარიმება, რადგან ის ვიდეო მტკიცებულებები, რომელიც სასამართლოზე იყო წარმოდგენილი, საპირისპიროს ადასტურებს და რა ჩანს ამ ვიდეო კადრებში, ჩვენს მაყურებელს ახლა შეუძლია ნახოს კადრები, რომელიც პარლამენტთან რუსაველის გამზირზეა გადაღებული. ნაძვის ხის წინ დგანან მოქალაქეები ტროტუარზე, ისინი ჯერ გზის სავალ ნაწილზე არ არიან, მათ წინ ჯაჭვად არის პოლიციის კორდონი გაკეთებული. ისინი მოქალაქეებს გზის სავალ ნაწილზე გადანაცვლების შესაძლებლობას თავდაპირველად არ აძლევენ. რამდენიმე წუთის შემდეგ თვითონ პოლიცია ინაცვლებს გზის სავალ ნაწილზე და იწყებს სატრანსპორტო საშუალებებისთვის გზის გადაკეტვას და მოძრაობის შეზღუდვას და მას შემდეგ რაც პოლიცია აღარ დგას ტროტუართან და მოქალაქეებს გადაადგილებაში ხელს აღარ უშლის, თვითონ როდესაც სამართალდამცველები კეტავენ და აფერხებენ უკვე მოძრაობას მანქანების, ამის შემდეგ გადადიან ტროტუარიდან მოქალაქეები გზის სავალ ნაწილზე და ასე ივსება რუსთაველის გამზირი. ეს მტკიცებულება დევს საქმეში, თუმცა მოსამართლემ ვერ დაინახა ის ფაქტი, რომ თვითონ პოლიციამ გადაკეტა და შეაფერხა მოძრაობა და მოქალაქე მახარაძე დააჯარიმა 5,000 ლარით. ახლა მახარაძე სვამს კითხვას, რატომ არის ის სამართალდამრღვევი, როდესაც კადრებში ნათლად ჩანს, რომ არა მოქალაქეებმა, არამედ თავად პოლიციამ ჩათვალა უკვე ეს რაოდენობა იმის საკმარისად, რომ რუსთაველის გამზირი გადაკეტილიყო და ამის ნაცვლად მაშინ, როდესაც პოლიციელები კეტავენ გზას, მოსამართლემ და სამართალდამრღვევად მოქალაქე მიიჩნია. მტკიცებულებებიდან, რაც წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარემ, იყო ორი ვიდეო რეალურად. ერთი, რომ დგავარ უკვე გზაზე, გადაკეტილ გზაზე, ხალხთან ერთად, ბევრი ხალხი იყო, მაგასაც მნიშვნელობა აქვს. და მეორე არის, რომ პოლიცია აჩერებს მოძრაობას, მანქანებს აბრუნებს და ამის შემდეგ ხალხი გადადის გზაზე. მთელი გუშინდელი პროცესი იყო ამის მტკიცება ჩვენი მხრიდან, რომ ჯერ ვერ იდენტიფიცირდები იმ მომენტში არც პოლიციის სამხრე კამერა, არც მოწმე პოლიციელები ყოფილან, რომ რამე ეთქვათ. ისე ჩაიარა პროცესმა, რომ თითქოს დამაჯერებლად წარმოვაჩინეთ თავი. მოსამართლე გავიდა შესვენებაზე თუ მოსაფიქრებლად, განაჩენის გამოსაცხადებლად, გამოვიდა და დამნაშავედ ცნო. ეს იყო იმედგაცრუებას ვერ დავარქვევ, იმიტომ რომ მოლოდინი ამის იყო, მაგრამ იყო უბრალოდ დახარჯული დრო, იმიტომ რომ წინასწარ დადგენილი სცენარი ჰქონდა და კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა თუ რამდენად ფარსია ეს ყველაფერი. ამ მომენტში ქვეყანაში არც ერთი ინსტიტუცია თავის როლს არ ასრულებს. ყოველდღე ვხედავთ ათობით საქმეს საქალაქო სასამართლოში, სადაც მოქალაქეებს ასამართლებენ გზის გადაკეტვის გამო. ერთ-ერთი მოქალაქე არის გიორგი ტუმასიანი, რომლის პროცესიც იქნება ხვალ. მას ორ ეპიზოდზე ედავებიან გზის გადაკეტვას 8 და 9 იანვრის საქმეზე, თუმცა ტუმასიანიც ამ შემთხვევაში ავრცელებს ვიდეო ჩანაწერს და ფოტომასალას, სადაც ჩანს, რომ ის დგას რუსთაველის გამზირზე, თუმცა როგორც ტუმასიანი ამტკიცებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მისი საწინააღმდეგო ვიდეო მტკიცებულება ან ფოტომასალა არ აქვს, რომელიც დაადასტურებს, რომ არასაკმარისი იყო ხალხის რაოდენობა, რომელმაც პირველ რიგში რუსთაველის გამზირი გადაკეტა, ან ასევე ტუმასიანი იღებდა გზის გადაკეტვის მომენტში მონაწილეობას. როგორც მოქალაქე ამბობს, ის უკვე გადაკეტილ რუსთაველზე მივიდა და იქ შეუერთდა აქციას. შესაბამისად, გაუგებარია, რაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო. გარდა ამისა, კიდევ ერთ მნიშვნელოვან დეტალზე ამახვილებს ყურადღებას შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საზოგადოება მიცის, რომ ძალიან ბევრი კამერა დაამონტაჟა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე და ეს კადრები აქვს სწორედ უწყებას წარმოდგენილი სასამართლოში, როგორც ტუმასიანი ამბობს, საკმაოდ მაღალი გარჩევადობის არის ეს კამერა, რაც მისი ვარაუდით შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართულ ოცნებას აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ თვითონული მოქალაქე გააკონტროლოს და ის ფიქრობს, რომ ამ ვიდეო ჩანაწერებს სწორედ მოქალაქეების დასაშინებლად და დასაშანტაჟებლად გამოიყენებენ ისინი. ჩემს წინააღმდეგ არის გახსნილი ორი ადმინისტრაციული საქმე 8 და 9 იანვრის შესახებ, რომ ჭყალებში გადავკეტე გზა რუსთაველზე. ამის მტკიცებულება წარმოდგენილია ფოტო და ვიდეო მასალა. კამერების მეშვეობით ახდენენ იდენტიფიცირებას
ყველა მანიფესტაციის მონაწილის, რაც მაძლევს ვარაუდს თქვა, რომ ეს უკვე ემსგავსება ჩინეთში არსებულ ციფრულ საკონცენტრაციო ბანაკს, სადაც გეტოს, სადაც ციფრული აი ამ კამერების, ხელოვნური ინტელექტის კამერების მეშვეობით მოქალაქეებზე კონტროლი ხდება. ზუსტად პირველ საათზე დღეს ანატ ყებუჩავას სასამართლო პროცესი გაიმართება, მასაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. ის მსახიობ ბაჩო ქაჯაიასთან ერთად იმყოფებოდა რუსთაველის გამზირზე, რომლის პროცესიც გუშინ გაიმართა და სადაც არ არსებობდა მტკიცებულებები და არ არსებობდა მოწმე პოლიციელი.